მიხეილ სააკაშვილი ხშირად აცხადებს, რომ საქართველოს ბიზნესის კეთების კუთხით ერთ-ერთი მოწინავე პოზიციაზეა დღეს. მაგრამ რეალობა არის სხვაგვარი. საქართველოში ბიზნესმენებს მიხეილ სააკაშვილი თავისი დამქაშების, კეზერაშვილისა და ადეიშვილის ხელმძღვანელობით უქმნიდა სერიოზულ პრობლემებს და ამის ნათელი დასტურია თეიმურაზ კვარაცხელიას საქმე. ამ პიროვნებას ბიზნესმენს, რომელმაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას ვარდების რევოლუციის შემდგომ, რომ ჩამოსულიყვნენ და საქართველოში ეკეთებინათ ბიზნესი, ჩამოვიდა 7 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო, დაიწყო ამ ბიზნეს ცენტრის განხორციელება და კეზერაშვილის, ადეიშვილის ზურგს უკან ამოფარებულმა ბიზნესმენმა სასონ ხოკმა რეალურად წაართვა ამ პიროვნებას 10 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება დღეს აპირებს აი ამ დარჩენილი კომპლექსის წართმევას. ჩვენ უახლოეს დღეებში შევიტანთ მასალებს საქართველოს მთავარ პროკურატურაში და მოვითხოვთ, რომ დასჯილ იქნას ეს პიროვნებები. მე დღეს უამრავი ადამიანმა დამირეკა აი ამ სასონ ხოკის მიერ დაჩაგრულმა ხალხმა, რომლებმაც დაკარგეს უძრავი ქონებები, ბიზნესი, ერთ-ერთი არის ფოთის სასტუმროს ფლობელი და ჩვენი მოწოდება არის, რომ ეს უნდა დამთავრდეს. აქ რაშია საქმე, რომ რეალურად ამ პიროვნებამ, ამ სასონ ხოკმა გაუფორმა, თვითონ მობრძანდა, გაუფორმა სასახლო ხელშეკრულება, უზრუნველყოფის სახით იქნა ჩადებული ეს უძრავი ქონება და სამ ტრაშად უნდა გაცემულიყო თანხები. ყოველი ტრაშის წინ ეს პიროვნება ეუბნებოდა, რომ თუ კი შენ არ დამითმობ ამ უძრავი ქონები, შემადგენელი ნაწილი სამ ნაწილად არის დაყოფილი ეს უძრავი ქონება, თუ არ დამითმობ რაღაც მიზერულ ფასად, შენ არ მოგცემ დანარჩენ თანხას და ეს ადამიანი იძულებული იყო წასულიყო ამ პირობაზე, ვინაიდან დასამთავრებული იყო ეს კომპლექსი, ამას ერთვოდა თან ადმინისტრაციული ჯარიმები თბილისის მერიიდან და მოდიოდნენ ადამიანები კეზერაშვილის და ადეიშვილის სახელით და ეუბნებოდნენ, რომ მან ეს ბიზნესი რომ დაიწყო, ვისთან იყო შეთანხმებული და იყო ზეწოლა სერიოზული, რომ უნდა დათმობილიყო ეს ბიზნესი სასონ ხოკზე და ამ პიროვნების უკან ჩვენ ვიცით დანამდვილები და ეს პიროვნებაც აცხადებს, რომ იდგა კეზერაშვილი და ადეიშვილი. მე სამართლებრივი კუთხით მინდა მოგახსენოთ, რომ დარღვეული არის და იკვეთება სასონ ხოკის ქმედებაში სისხლის სამართლის კოდექსის 150, 180 და 182 მუხლები დანაშაულის ნიშნები. ანუ აქ არის იძულება, თაღლითობა და სხვისი ნივთის მითვისება. აი ამის გამო ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ პროკურატურას მივმართავთ, რა თქმა უნდა, სააკაშვილის რეჟიმის პირობებში შეუძლებელი იყო ჩვენ რაიმესთვის მიგვეღწია და აქედან გამომდინარე თავარ პროკურატურას ამ დღეებში ჩვენ გავუგზავნით ამ განცხადებას. მე მინდა ჩვენ ვიცავთ ბატონ თემურის ინტერესებს, მე მინდა ჩვენს გაერთიანების წევრს ვაია მივცე სიტყვა და მან უშუალოდ გითხრას დეტალები ამ საქმისა სამართლებრივი კუთხით, ანუ ამ რაზეა ლაპარაკი. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ის ქმედებაში გამოიკვეთოს იძულება, თაღლითობა, სხვისი ქონების მითვისება და ვთვლი, რომ სასონ ხოკი ეყოფა ის გულისხმიერებას გამოიჩენს და შესაბამისად გამოეხმაურება ახალი გენერალური პროკურორის მოწოდებას, რომ ნებით იძულებით წართმეული ქონება დააბრუნოს საკუთარი წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გამოყენებული იქნება ყველა ის ზომა, გამოიკვეთება მის ქმედებაში ის დანაშაულები, რაც მან ამ 3 წლის მანძილზე ბატონი თეიმურაზის მიმართ ახორციელა და შესაბამისად აღგებს პასუხს კანონის წინაშე. მანამდე კი ვთვლი, რომ მას ეყოფა ის მაღალი ადამიანური ზნეობრივი ღირებულებებს გამოიჩენს და გამოეხმაურება სწორედ ახალი ხელისუფლების მოწოდებას და ის ნებით წამოვა მოლაპარაკებაზე და ბატონ თეიმურაზს დაუბრუნებს მის მიერ წართმეულ ამ ქონებას, რომელიც არის შეფასებული 10 მილიონ დოლარად. ბატონი თეიმურაზი გახლავთ ის პიროვნება, რომლის მეშვეობითაც აღდგა ნარიყალასზე წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, განხორციელდა უამრავი საქმელმოქმედო პროექტი, იგი დაეხმარებოდა უნარშეზღუდულ ბავშვებს, აგრეთვე ინვალიდებს, უამრავი თანხები იქნა მის მიერ დაბანდებული საქართველოს ეკონომიკაში და ეს პიროვნება გახდათ, რომელიც არ მოერგო არც შევარდნაძის მმართველობას, არ შესულა მოქალაქეთა კავშირში, არ ყოფილა ნაციონალური მოძრაობის წევრი და სწორედ იმიტომ, რომ იგი არ იყო მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი, ამიტომაც კეზერაშვილმა შური იძლია მასზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც მე ჩამოვედი უცხოეთიდან, ვთვლი, რომ მთელი ქვეყნის რეჟიმი უკანონო და სასტიკი ფორმებით მებრძოდა, რაც გამოიხატება იმაში, რომ
თითქმის არ არის დარჩენილი არც ერთი სამსახური ქალაქის, არ არის დარჩენილი არც ერთი ისეთი ცნობილი უკანონო ფორმა, რომლის მეთოდებითაც მე არ მებრძოდე. მარტო ის ფაქტი რა ადგილს, რომ 15 სასამართლო პროცესი ჰქონდა ჩვენ ამ ხნის განმავლობაში, ქალაქის ზედამხედველობის სამსახურთან, აქედან 12 იყო ადმინისტრაციული წესით, ერთი სისხლის სამართლის წესით და ნებისმიერმა ოდნავ გათვითცნობიერებულმა ადამიანმა რომ ნახოს, როგორი აბსურდული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, მე ვფიქრობ, რომ აქ კომენტარიც არ იქნება საჭირო. მე ერთს გეტყვით კიდევ, როდესაც ქალაქის ხელმძღვანელი იყო აქ მოსული, ამის შემდეგ ატყდა ქალაქის ჩინოვნიკებიდან ზარები, მუქარები ჩემს წინააღმდეგ. ერთ-ერთმა უცნობმა პირმა აი ესეთი ფრაზაც კი გამოიყენა ჩემს მიმართ, რომ იმიტომ უნდა დათმო ჩვენი ბიზნესი, რომ ჩვენს ჰაერს უნთქავ, ჩვენს წყალს ვამ და ჩვენს მიწაზე დადიხარო. ნუ ამის მერე რა არის სალაპარაკო? მე ძალიან მიკვირს და მინდა ერთი აი ესეთი რამე ვთქვა ჩემი გაუცების ნიშნად, რომ როდესაც სახელმწიფოს მეთაური გამოდის და ლაპარაკობს, რომ ბიზნესის კეთების ხრი მეცხრე ადგილზე ვარ სოფლიოში, ერთი იმ სოფლიო ბანკის წარმომადგენელმა მე მკითხონ საქართველოში რამდენად შესაძლებელია წესიერი ბიზნესის კეთება. მე ვთვლი, რომ შელახულია ჩემი საკონსტიტუციური უფლებები, ღირსების ცხოვრების საშუალება არ მომეცა. მე უამრავი პროექტები მქონდა, რომ სიკეთე მეკეთებინა, მაგრამ სამწუხაროდ ამის საშუალება დღევანდელმა რეჟიმმა, იმ ყოფილმა რეჟიმმა არ მომცა ამის საშუალება. ამისათვის მე მინდა მიმართო ყველას, უფლებადამცველებს, მინდა მიმართო ყველა დაინტერესებულ პირს, მინდა მიმართო საქართველოს გენერალურ პროკურორს, რომ კანონის წესით მოხდეს განხილვა ამ სქემის, რა სქემაც მე მებრძოდა უხილავად, ზოგჯერ ხირულადაც და 12 წლის განმავლობაში, რომელშიც რა პერიოდშიც მე გარკვეული თანხები ჩავდები საქართველოს ეკონომიკაშიც, ფაქტიურად არ მომეცა საშუალება, რომ რაიმე პროექტი ბოლომდე მიმეყვანა. ეს არის სახე დღევანდელი უფროსურად იმ ხელისუფლების, რომელმაც არა მარტო მე, არამედ უამრავი წესიერი ადამიანი, ვინც არ მოიაზრებოდა ხელისუფლების ფრთებს ქვეშ, დააზარალა და მსხვერპლი გახდა იმ უკანონო რეჟიმისა. მე მინდა ვთხოვო აგრეთვე აღსრულების სამსახურს, რომ შეაჩეროს აი ესეთი აღსრულება, ნუ გატერორებენ დღე და ღამე ადვოკატების საშუალებით, დღე და ღამე მათი სამსახურების საშუალებით ხდება ჩვენი ტერორი და ამიტომ მინდა რომ განსაკუთრებულად მივიქციო პრესის, მედიის ყურადღება იმისათვის, რომ ჩემნაირ დღეში კიდევ სხვებიც არ აღმოჩნდნენ.